ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, იზრდება როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობა და მასთან ერთად მოთხოვნაც სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე. Როგორ გამოიყურება სექტორის დატვირთულობა შავიზღვისპირეთში და დედაქალაქში, როგორია მოლოდინები აგვისტოს თვეში და რამდენად მზად არის ინდუსტრია გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თემაზე ვრცლად რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელთა შოთა ბურჯანაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. პრინციპში მოსალოდნელი არის ხოლმე ზაფხულის სეზონზე, რომ რეალურად ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, თუმცა თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. რა ხდება სამასპინძლო სექტორის იმ ნაწილში, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ამ შემთხვევაში სარესტორნო ბიზნესში, როგორი ტენდენციებია და რამდენად რეალურად ხედავთ აი ამ ტურისტების გაზრდილ მაჩვენებლებს, თუ მაინც ადგილობრივები ჭარბობენ? მოგესალმებით, მივასალმებ ჩვენს მაყურებელს, ძალიან მიხარია, რომ თქვენთან გადაცემაში დადებით თემაზე საუბარი და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ზოგადად საქართველოში მიჩვეული ვართ, რომ სეზონი შედის ძალაში, ასე ვთქვათ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქამდე ძალიან დადებითი ციფრები გვაქვს და შესაბამისად იმ თვეების შემდეგ, როდესაც ჩვენ წინა გადაცემებში შეხვედრები ქონდა და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას განწყობა ისეთივე არ იყო, როგორიც დღეს შეიძლება შედეგზე ვისაუბრებთ, მიუხედავად ამისა ძალიან კარგი ივნისის თვეები გქონდა და აუცილებლად მისაღები იქნება, რომ აგვისტოს და სექტემბრის შუა რიცხვების სექტემბრის ბოლომდე უკეთესი შედეგები გვექნება. რა არის მთავარი განმაპირობებელი და რას ნიშნავს კარგი? კარგი პირობითი სიტყვა, ხო, ვიღაცისთვის კარგი, ვიღაცისთვის ნაკლებად კარგი, მაგრამ აი მაგალითად წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ასოციაციას, სადაც რესტორნების ძალიან დიდი ნაწილია გაერთიანებული. როგორ აისახა თქვენზე ესექ და რა ციფრობრივად და რიცხვების მაჩვენებლით რომ ვიმსჯელოთ, როგორი ტენდენცია იყო ივნის-ივლის აგვისტოს დასაწყისში? დიახ, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ რაოდენობრივად ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში გარკვეულწილად კოვიდამდე ვითარებას მიუახლოვდა და ის ფისკალურად თუ ვიტყვით, ასევე არის შემოსავლის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი იანვრის თვიდან. ეს განპირობებული არის წინა თვეებში, სადაც მე ხშირად ვსაუბრობ, რომ პირდაპირი ფრენები, რომლებზედაც დიდი მუშაობა იყო ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტის მიერ, რომ პირდაპირ ფრენებით დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ბათუმი თუ ქუთაისი და თბილისის შემთხვევა, რომელიც განაპირობებს ზოგადად ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას, ზუსტად ეს ვითარება არის დღეს შედეგი და ამას დაემატა ის ახალი ქვეყნები, რომელზედაც ჩვენ საუბრობდით და გარკვეულწილად რაოდენობრივად ინდოეთი და ჩინეთი და არაბეთის ქვეყნებიდან მოზიდულობა, რომელიც რეალურად ასახული არის დღეს ქვეყანაში მთლიანად მთელს ტერიტორიაზე, განაპირობებს იმ შედეგს, რომელიც დღეს გვაქვს და შეიძლება ითქვას სასტუმროები გადატვირთული არის ღონისძიებები, რომელიც ჩატარდა ბოლო წინა კვირაში, ამანაც განაპირობა გარკვეულწილად თვის კარგად დასრულება და შესაბამისად მოლოდინის მომავალ თვეებში აგვისტოს მით უმეტეს ადგილობრივი მომხმარებლის კუთხითაც და რა თქმა უნდა ტურისტულის კუთხითაც გარკვეულწილად იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ ეს წელიწადი, აი ეს პერიოდი შეიძლება რეკორდულიც კი იყოს. თქვენ არაერთხელ გისაუბრეთ ამ გადაცემაში, რომ ჩვენთვის მხოლოდ ტურისტის ჩამოსვლა არ არის საკმარისი და გვინდა ისეთი ტურისტი განსაკუთრებით თქვენ სექტორში და ისეთი იმ ადამიანთა კატეგორიის მოსვლა, რომელიც რეალურად მომსახურების ხარისხსაც სხვა მასშტაბზე აიყვანს. აი ამ სტატისტიკის გათვალისწინებით თქვენ ახლა თქვით, რომ ძალიან კარგია რაოდენობაც, რეკორდულია შემოსავლებიც. ვიღებთ კი იმ ხარისხს, რომელიც აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე გვინდა, რომ მთლიანობა, საითაც გვინდა, რომ რეალურად ჩვენი ეს სექტორები წავიდეს. ხო, ეს გამბუწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყანა რომელიც ტურიზმზე არის ძირითადად დამოკიდებული, მისი სწრაფვა უნდა იყოს სერვისის განვითარებაზე, მისი სწრაფვა უნდა იყოს ტურისტის სწორად მიღებაზე. ქვეყნება, რომელმაც ეს გაიარეს დღემდე და შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბდნენ ტურისტულად ქვეყანად, მათთვის მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ისეთი
ტურიზმის განვითარება, რომელიც შესაძლებლობას მიცემს ზოგადად დარგის განვითარებას. ჩვენ 30 წლის განმავლობაში, ეს მოკლე პერიოდი რო ავიღოთ, 30 წლის განმავლობაში გაიზარდა სფერო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ის შედეგი არ არის, რითაც შეიძლება როგორც ადგილობრივი მომხმარებელი, ისე ტურისტი იყოს დაკმაყოფილებული. რაც დღეს მივახციეთ, ეს ზალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების დამსახურება და რა თქმა უნდა, იმ მოთხოვნების დამსახურება, რომელიც ხშირად ჩვენ დასავლეთ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების მოთხოვნა არის და კონკურენციის გაზრდის მიზნით ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ X მოღვაწეობენ და შემდეგ უკან ბრუნდებიან, ზუსტად ეს არის განპირობებული დღეს რაც შედეგიც გვაქვს. მათ შორის ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულებაც გაიზარდა, სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით. კონკურენციას მაგას გულისხმობს ზოგადად, რომ რესტორანი, ზოგადად ამ სფეროზე თუ გადავალთ, რესტორანი აღარ არის მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, кейფის ადგილი, ეს არის დასვენების ადგილი და იქ სადაც მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება кейფის ადგილი ყოფილიყო, დღეს აუცილებელი არის გარემო, აუცილებელი არის სერვისი, აუცილებელი არის რა თქმა უნდა კერძი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და ზუსტად ეს განაპირობებს იმ ადამიანების მოთხოვნებს, რომელსაც ტურისტი ქვია და დასავლური ქვეყნებიდან, რომელიც ჩვენთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი არის და ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც უფრო მეტი იქნება განვითარებული ქვეყნის ტურისტი, ქვეყნის განვითარებისთვის, შედეგისთვის, იმისთვის, რისაც ჩვენ მივიღწვით, რომ საბოლოოდ რაც გვინდა, რაც მოგწონს დასავლეთში, ის მივიღოთ. რეალურად კადრებთან ნაწილში, რადგანაც არ არის ისეთი თქვენ ახლა ფრაზა ახსენეთ, რომ უფრო კარგი გვინდა, რომ ეს მომსახურების სტანდარტები უფრო მაღალი იყოს. კადრების ნაწილში როგორი სურათი გვაქვს და რამდენად მოახერხეთ განსაკუთრებულად კოვიდისთან გამომდინარე, რადგან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი ხართ თქვენ ამ კოვიდის ფაქტორების გათვალისწინებით, რამდენად მოახერხეთ, რომ კადრები, რადგან ამ მათი ნაწილი წავიდა, ნაწილმა პროფესია შეიცვალა და შემდგომ აღგედგინათ აი დანაკარგი, რომელიც აი ამ მიმართულებით არსებობდა, იმიტომ რომ თქვენ სექტორში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ყველგან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური კაცმა და თქვენთან რადგანაც სახე ხართ რეალურად ყველა ჩამომსვლელი ადამიანის თქვენს და სასტუმრო ბიზნესიც, სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეალურად როგორ ემსახურებიან დაუშვათ როგორ ჩამოსულ ტურისტებს, ისე ადგილობრივებს. ყველაფერი რომ კარგად წავიდეს, აი ჩვენ რო გვინდა ის რო განვითარდეს ქვეყანა. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 8-10 წელიწადი მაინც ვისაუბრებთ იმაზე, კადრების დეფიციტზე, მიუხედავად იმაზე, რომ სერვისი უნდა განვითარდეს. ეს იქნება გამოწვევა მუდმივად, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ უკეთესი ვითარება გქონდეს, მაგრამ სასურველ შესაძლებლობებით ჩვენ დაახლოებით ამადან 8-10 წელიწადი გვაშორებს. იმიტომ კი არა, რომ რამის სწავლის შესაძლებლობა არა. უბრალოდ ეს პერიოდი აუცილებელი არის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯერ კიდევ აუცილებელი და მნიშვნელოვანი საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ეს მუდმივი სამუშაო გახდეს და არა მხოლოდ რაღაც გარდამავალი პერიოდისთვის სამსახური, რომლითაც დაკავდებიან და შემდეგ სხვა სამსახურით. ამ ვითარების შემდეგ უკვე ჩვენ შესაძლებლობას მივიღეთ, რომ დასაქმებულები როგორც დღეს მაგალითად უნივერსიტეტში აბარებს ადამიანი და იღებს გარკვეულ პროფესიის სწავლებას, მან იცის, რომ ამ პროფესიით უნდა იმუშაოს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, ან შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ გარკვეულწილად ეს გეზი აქვს აღებული, ზუსტად ამ სფეროში მოსულმა ადამიანმა ასე უნდა იგრძნოს თავი, რომ მოდის სფეროში, სადაც მისი ცხოვრების დიდ ნაწილს გაატარებს. როდესაც ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, რომ აი ეს ადამიანები აქ რეალურად შევინარჩუნოთ ამ ნაწილს? ამას სჭირდება ეკონომიკური განვითარება, ამას სჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა, ამას სჭირდება მენტალური გარდატეხვა, ამას სჭირდება ჩვენ ხშირად გვისაუბრია, სახელმწიფოში უნდა შეიქმნას აუცილებელია სასწავლებლები, რომელიც გარკვეულწილად ტურიზმს ემსახურება და პირდაპირ მნიშვნელოვნად განათლების შესაძლებლობას მისცემს და ეს როდესაც აი ამ საფეხურებს გავლით, შემდეგ უკვე ჩვენ ამ თემაზე არ გვექნება საუბარი, ჩვენ გვექნება იმაზე საუბარი, რომ აი ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის სად არის უკეთესი, სად არის დიდი ხელფასი და დადებით ასპექტზე ვისაუბრებთ. წინამდელ შემთხვევაში ეს იქნება მუდმივად გამოწვევა დასაქმებულისთვის და დამსაქმებლისთვის. შეუძლებელი არ დაგეთანხმოთ განათლების ნაწილზე, თუმცა რეალურად აი ეს გაზრდილი ტურისტების მაჩვენებელი იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო მასშტაბი ისე გაზარდოთ, რომ დაუშვათ ადამიანების პროფესიონალი ადამიანების რეალურად დაკავება შეძლოთ სექტორში. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად მაგას გულისხმობ ხალბატონ მაია, რომ ეს არის გარკვეულწილად გზა.
ამ გზაზე როდესაც სტაბილურობა მოხდება, ეს იქნება შემსაძლებლობა ჩვენ რომ ამ ვითარებას მივიღებთ. სტაბილურობის გარეშე ვერავითარ შემთხვევაში 4 თვე, 3 თვე, თუნდაც 1 წელიწადი კარგ ვითარებაში ყოფნა და შემდეგ ისე ვარდნა არასტაბილურობის განცდა არის დამფრთხობა როგორც ბიზნესისთვის, ასევე დასაქმებულისთვის. მას როდესაც გარანტირებული არ აქვს თავის რჩენის შესაძლებლობა, ბიზნესისთვის განვითარებას გულისხმობ მას, დასაქმებულისთვის მისი რჩენის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში თავშეკავება არის ბიზნესისთვის განვითარება და ფულის ჩადება და დასაქმებულისთვის ამ სფეროში შემოსვლა. როდესაც ეს ორჭოფობა აღარ იქნება და სტაბილურობას მივიღებთ, შემდეგ უკვე კიდევ უფრო დადებით ვითარებაზე შეგვეძლება. ჩვენ ბევრს ვაუბრობთ ხოლმე ზაფხულის ტურიზმის ნაწილზე, იმიტომ რომ თითქოს ეს პერიოდი ყველაზე მეტად ტურისტულია და რეალურადაც ასე არის ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ იმისთვის რომ სწორედ ეს სტაბილურობა შეინარჩუნოთ თქვენ შემთხვევაში ბიზნესმა და დასაქმებულმა რეალურად მთელი წლის განმავლობაში სტაბილური შემოსავალი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს არ იყოს მხოლოდ დაუშვათ ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოსვლა ან რაღაც კონკრეტულ პერიოდზე და მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვიყოთ დატვირთულები, ხო? რეალურად რა მოლოდინები გაქვთ იგივე შემოდგომა ზამთრის პერიოდთან მიმართებაში და რა არის მთავარი პრობლემა აი ამ ნაწილში, რომ დაუშვათ ვერ ვახერხებთ, რომ ეს იყოს სრულფასოვნად წელიწადის 12 თვის განმავლობაში სრულად დატვირთვა და არ იყოს მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ თვეზე ან ორ თვეზე დამოკიდებული სექტორი. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა არის. ნამდვილად საქართველოში მიუხედავად შესაძლებლობისა და 4 სეზონისა, ვფიქრობ ჯერჯერობით რომ ზაფხულზე უკეთესი სეზონი ვერ იარსებებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ზამთრის სეზონის, რომელიც ქვეყანაში და იმ ადამიანებს, რომელიც შეიძლება ზამთარში მოემსახუროს ჩამოსულ ტურისტებს, ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს. გაზაფხულიც ასევე, ვინც მაგალითად დასათვალიერებლად ჩამოდის და შესაძლებლობა აქვს, რომ სიცხით გათანგული არ იყოს და ასევე შემოდგომა, სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებებით, რომ კახეთის რეგიონი იქნება ეს თუ თქვათ ასევე მაღალმთიანი რეგიონები, ტურიზმი ამ კუთხით მოვიზიდოთ. ანუ ჩვენი ქვეყანა არ არის მხოლოდ და მხოლოდ დასვენების შესაძლებლობა, ღირსშესანიშნაობების ნახვის შესაძლებლობა, ეკოტურიზმი თუ გასტროტურიზმი თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი შესაძლებლობა. აი ეს არის ის ქვაკუთხედი, რომლის განვითარება დარგობრივად აუცილებლად აქ კერძო სტრუქტურების სწორად ჩართულობა თუ სახელმწიფოს ჩართულობა აქ არის მნიშვნელოვანი. ეს არის კვანძი, რომელიც უნდა შეიკრას და სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურას შორის პარტნიორობით აი იმ ნაბიჯების გადადგმა. ეხლა მიდის თანამშრომლობა ამ ნაწილზე, ან რა აკლია ამ თანამშრომლობას, ასე ვიკითხავ იმისთვის, რომ დავუშვათ ეს ყველაფერი, რაც ახლა თქვენ საუბრობთ, რეალობად იქცეს. მე პირადად არაზოს არ მქონდა პრობლემა ამ კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობთან შეშენება, მაგრამ დღესდღეობით გარკვეულწილად რაღაც ეს თქვენ ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე არ არის საუბარი, სწორედ სექტორს. ხო, ამიტომ გარკვეულწილად რაღაც ეს ხიდი დღესდღეობით ჩატეხილი არის რაღაც ვითარებიდან გამომდინარე და შესაბამისად ამ ხიდის აღდგენა აუცილებელი არის, რომ ეს მიმართულებები ზუსტად სწორად იქნას დაგეგმილი და შემდეგ განვითარებული. და აქ არის საჭირო ზუსტად ის დასავლური გამოცდილება, რომელიც ქვეყნები ესე განვითარდა. ძალიან ბევრი ქვეყანა არის დღეს ტურისტული ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ეს ნაბიჯები ნელ-ნელა გადადგა და დღეს ახალ ველოსიპედების გამოგონება არ არის საჭირო. საქართველოს აქვს პოტენციალი, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, რომ ეს ვერ შევძროთ, უბრალოდ წარმოუდგენელია. და ასევე აუცილებლად მინდა შევეხო ფასებს. ეხლა ზაფხულის პერიოდი, განსაკუთრებით შავი პერიოდში არის პრაქტიკულად სრულად დატვირთული იმის მიუხედავად ხარისხობრივად კარგი სასტუმროა, არ არის კარგი სასტუმრო, კარგი რესტორანი არ არის, ანუ პრაქტიკულად იმდენად დიდია რაოდენობა, რომ ბევრად მეტიც რო იყოს, ალბათ ამასაც გაწუდებოდნენ. თუმცა ხარისხობრივად და ფასების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, რამდენად თანხwebdriverია ხარისხი და ფასი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თქვენს გარშემოც ბევრს უთქვას, მათ შორის თქვენს როდესაც მიბრძანდებით პირობითაც რომელიმე რეგიონში, ფასთან მიმართებაში შეიძლება კითხვები გაგიჩნდეთ მომსახურების ხარისხისა და თვითონ პროდუქციის ნაწილზე, რასაც დავუშვათ იმ კონკრეტულ რესტორანში, როდესაც რაღაცას იღებთ. რამდენად ადეკვატორია საქართველოში ფასები ამ ნაწილში? გასაგებია, რომ ზღვისპირეთში აქტიურ ტურისტულ სეზონზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ფასი მატულობს ჩვეულებრივ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ჩვენი ფასები რამდენად შესატყვისია იმასთან მიმართებაში, რასაც რეალურად ვიღებთ. ყველაზე მტკივნეულ ნაწილს ვეხები, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ თქვენს ბევრჯერ მოგისმენიათ ეს და ჩემ გარშემო ძალიან ბევრი სწორედ ამაზე საუბრობს, რომ ძალიან მაღალია ფასები, მათ შორის რესტორანში პირობითად უხეშად რო თქვა, ანჭარული ხაჭაპურის ჭამა როცა გინდა, ძალიან მაღალია ფასი. ხო,
ამ ნაწილში ჩვენ შელამაზება ვითარების არ გვჭირდება და რეალურად შევაფასოთ. კარგია რომ არ გვჭირდება. არაადეკვატური არის, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ორჯერ მეტი ფასი იყოს და 10ჯერ მეტი ხელფასი. ჩვენ საზოგადოებას შეეძლოს იმის შესაძლებლობა ქონდეს რომ ორჯერ მეტი გაზრდილი ფასების მომსახურება შეეძლოს და ჩვენ რადგანაც ტურისტული ქვეყანა, იაფი ქვეყანა არ შეიძლება რომ ვიყოთ. ის გეთანხმებით არადეკვატური ფასი არის იქედან გამომდინარე რომ ის რას ფასის დღეს ადევს შესაბამისი მომსახურება, სერვისი, გარემო ამ შემთხვევაში თან მას არ ახლავს. მაგრამ აქ არის ზუსტად ის კვანძი, რაზედაც ჩვენ წინა წუთებში საუბრობდით, რომ რა არის სტაბილურობის განცდის შესაძლებლობა, როდესაც თქვათ აჭარის რეგიონს ექნება სტაბილურობის განცდის შესაძლებლობა, მას ექნება ერთი და იგივე ფასი ექნება, თუნდაც წელიწადში არ იყოს, წლის განმავლობაში მომავალი წელმა იცის, რომ ის მიიღებს 100,000 ტურის პირობითად ვამბობ, მილიონ ტურის, 2 მილიონ ტურის, მაგრამ ეს იცის რომ სტაბილურად ის მიიღებს, მისი ფასი იქნება მუდმივად, მას უკვე მანიცის უკვე რა შემოსავალი იქნება, რა გასავალი უნდა ქონდეს და დაგეგმავს ყოველ წელს თავის ბიზნესს. თქვენ ხშირად გაგიგონიათ ალბათ რომ რაღაც ჩავარდნის შემთხვევაში აღებული მაქვს ეს როგორ გავისტუმრო ეს სახელმწიფო უნდა დამეხმაროს. საკმარისია კოვიდის დროს იყო ძალიან კოვიდი იყო ეს თუ რაღაც უბრალოდ შემთხვევა თქვა თუნდაც მეზობელ ქვეყნებში იქნება თუ ასე შემდეგ ეს ყველაფერი მოქმედებს და რა თქმა უნდა ადგილობრივი პოლიტიკური სიტუაციაც ასევე გამსაზღვრელი არ ვითარების ხო? როდესაც ესეთი ვითარებები გვაქვს, რთული არის ამ შემთხვევაში სწორად დაგეგმო ბიზნესი და მე ყოველთვის ვამბობ ამას რომ არ შეიძლება დღეს რაღაც არაადეკვატური ფასები გქონდეს, ეს აზიანებს ზოგადად გრძელვადიან პერსპექტივაში ქართულ ეკონომიკას, გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს და გრძელვადიან პერსპექტივაში ტურიზმის სფეროს. დღეს რო ის რაც არაადეკვატურად მიაჩნია ადამიანს, მეორე წელიწადს ის აღარ ვრუნდება და შესაბამისად ეს არ არის ყველაზე ცუდი, ყველაზე ცუდია, როდესაც ის უკვე პროპაგანდირებას უწევს ცუდი ასპექტით ქვეყანას, ხო? ამიტომაც ფიქრობ, რომ სტაბილური ვითარების შექმნა შესაძლებლობას მისცემს ამ ვითარების დარეგულირებას. მას შეფასების დონეზე, რა თქმა უნდა, ის არ არის, რაც უნდა იყოს და რთულად წარმოსადგენი არის, რომ დღეს ადეკვატურობის რეალობაში განსაზღვროთ რომ ვითარება რაც ჩვენ დღეს გვაქვს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ ბევრ ტურისტს, ბევრ მომსვლელს, სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა შევხვდებით უკვე ახალ სეზონზე. 8 აგვისტოს ბიზნეს პარტნიორი ასრულებს ამ სეზონზე ეთერს და შევხვდებით უკვე ახალ სეზონზე. და ძალიან დიდი მადლობა მთელი ამ სეზონის და ამ წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობისთვის. შოთა ბურჯანაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.